გორის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 21-23 მაისს უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალმა სპეციალური ტრენინგი გაიარა. ერთი ტრენინგი ჩატარდა წინა წელს საპილოტო ტრენინგი იყო და ახლა უკვე ჩავატარეთ გაეროსთან და ნატოსთან ერთად. თავისთავად სათავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი წარმატებული სამინისტრო, რომელმაც შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე კარგად დაიწყო ეს აქტიურად პროცესი განხორციელების თავის ვალდებულების. გორის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ავალიანის თქმით, აკადემია გენდერული თანასწორობის საკითხებზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. 2013 წელს აკადემიის კადეტებისთვის ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა პირველი საპილოტო ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებზე. 2014 წელს აკადემიის შიდა რეგულაციით სასწავლო გეგმაში შევიდა ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს როგორც აკადემიის საბაკალავრო, ასევე საკარიერო სკოლაში გენდერული თანასწორობის საკითხებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის შესახებ სწავლებას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე წელიწადია მუშაობთ, ჩავატარეთ ძალიან ბევრი ღონისძიება. ამაზე დაყრდნობით გარკვეული ნაბიჯების შემდგომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარების მიზნით და გადაწყდა სხვადასხვა ქვედანაყოფში არსებობდეს ეგრეთ წოდებული გენდერული მრჩეველი, რომელსაც ექნება თავისი ფუნქცია მოვალეობებთან ერთად ზედმეტად დაკისრებული ამ კუთხით გაწერილი ფუნქცია მოვალეობა. ტრენინგი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ გახსნა. მან ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ გენდერული სტრატეგიის დოკუმენტზე, რომლის განხორციელების კონტროლიც მას დაევალა. თავდაცვის სამინისტრომ სულ ერთი თვის წინ მიიღო გენდერული თანასწორობის სტრატეგია. ამ დოკუმენტის მიზანი არის, რომ ქალის სამხედრო მოსამსახურების უფლებები იყოს დაცული მაქსიმალურად შეიარაღებულ ძალებში და გარდა ამისა, რომ გაიზარდოს ინტერესი ქალებს შორის, რომ მათ თავიანთი პოტენციალის რეალიზება მოახდინეს შეიარაღებულ ძალებში. ჩვენ ამის შემდეგ დავნიშნეთ გენდერული მრჩევლები თითოეულ სამხედრო ნაწილში, ასევე შეიარაღებულ ძალებში ზოგადად და სამოქალაქო ოფისში. გენდერული თანასწორობის პრინციპი არ არის ქალთა უფლებები. არის ორივე სკოლა. და ორივე შესაძლებლობის უზრუნველყოფის საშუალება. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უსაფრთხოების სექტორში ქალის სამხედრო მოსამსახურების უფლებების დაცვაზე ისაუბრა. დავარქვა ჯარში მეტი 50-50-ზე ჩვენ უნივერსიტეტად ამ პროცესს რეალურად ხებიაშია. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? ჩემი ერთი რჩევა იქნება. განსაკუთრებით მეთაურებისთვის. ძალიან ბევრი ამიტომი სამხედრო მეთაურებს. მეთაურს ექნება პრინციპული მიტკება. სამხედრო ფორმისადმი მიუხედავად იმისა, ის მისაცვია ყველაფერი იქნება რიგის. გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ თავდაცვის სფეროში მსგავსი ტრენინგების აუცილებლობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ხანგრძლივი თანამშრომლობისათვის ქალთა საინფორმაციო ცენტრს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა პარლამენტის მხრიდან, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს მხრიდან, არსებობს სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია კონკრეტულად ამოცანები თავდაცვის სამინისტროს და სწორედ აი ამ ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობთ სამინისტროსთან და განსაკუთრებით მადლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რომელიც არის ერთ-ერთი მხარდამჭერი ამ საინტერესო პროექტის და ასევე ქალთა საინფორმაციო ცენტრს, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთან ერთადაც ჩვენ ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს. პირველ დღეს ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ქრისტინა ბელისიტემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკიმ. მომხსენებლებმა ყურადღება გენდერსა და უსაფრთხოების სექტორს შორის არსებულ კავშირზე გაამახვილეს. This is the first joint initiative between UN Women, NATO, Ministry of Defense and National Defense Academy. And it is a training for military and civilian personnel for the Ministry of Defense on mainstreaming gender in operations and programs. It is very important because gender issues are in the core of operations of security sector, and
bringing attention to gender issues means that security sector is ready to better respond to the needs of women. ტრენერებმა მამუკა გაჩეჩილაძემ და ირინა ჟვანიამ 3 დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუცია ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, ასევე უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირებასთან დაკავშირებული საკითხები. მნიშვნელოვანი წამოწყებაა, ვინაიდან ტრენინგის მონაწილე ადამიანები მომავალში იქნებიან გენდერული მრჩევლები თავიანთ დანაყოფებში, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია გენდერული კუთხით, გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით თავდაცვის სისტემაში და მე მინდა ვთქვა, რომ თავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამ კუთხით. ტრენინგმა განსაკუთრებული შედეგი გამოიღო. ტრენინგის მონაწილეები დაინიშნენ მრჩევლად გენდერის საკითხებში და გამოხატეს მზადყოფნა გაატარონ თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკა.